შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში კომპლექსურ საპოლიციო და პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ. სამართალდამცველების მიერ ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული იქნა 135 პირი. მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიებით გინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლის შრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპიული ნივთიერებები ამოიღო. ასევე ნივთკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 კვარტა, 260 ტერცია, 261, 263, 265 პრიმა და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების გამოვლენას. ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანასა და გავრცელების აღკვეთის მიზნით პოლიცია სხვა შესაბამის სამართალდამცავ უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით უზრუნველყოფს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების მაქსიმალურ დაცვას და კონტროლს. ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში, ნარკოტიკების რეალიზაციასა და ხელშეწყობაში, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.